ერთი წაქვდა მიწად საერთო ერთი ფუძე და ჯერი როგორ გავძელი უერთმანეთოდ როგორ ვახარეთ მტერი ერთი ქალაქი ერთი სოფელი ერთი ქუჩა და ეზო თქვენთან შეხვედრას ისევ მოველით შვენო აფხაზო ძმებო აფხაზეთო შენ გიმღერი შენ გიმღერი შენ ანტებული გელატრები დღემდე ორი წენ ერთი დილაც გათენდება თვალებს გავახევ ხარ სიყვარული ხარ მონატრება ხაზად კი ვარი ჩემი შენ აფხაზეთო ზღვის ფერთვალება და უსაბამო დგელი შენი ცისფერი წამის ახსოვრე რომის სიცეცხლით ვენდო ჩვენს აფხაზნებთან ერთად გამყოფენ ნუ დაგვაშორებ ღმერთო აფხაზეთო შენ გიმღერი შენ გიმღერი შენ ანტებული გელატრები დღემდე ორი წენ ერთი დილაც გათენდება თვალებს გავახევ მოგესალმებით დღეს არის სიმღერის პრეზენტაცია და ჩვენთან არიან ბატონი ნოშევანანთია აისის ხელმძღვანელი წყალტუბოს სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონი იამა ისაია კომპოზიტორი მომღერალი და პოეტი ბატონი ჯუბა ღებელი ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ სიმღერაზე როგორ გაჩნდა იდეა როგორ გქონდათ მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია რომ აფხაზეთის თემატიკაზე კიდევ ერთი ესეთი მშვენიერი ნამუშევარი შეექმნათ და პირველი კითხვით ქალბატონ იასთან გადავალ მუსიკა არის თქვენი ქალბატონია როგორ შეიქმნა რა იყო ინსპირირება და ეს ყველაფერი რომ გვიამბოთ მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის ეს სიმღერა შეიქმნა წელიწად ნახევარზე მეტია უკვე რაც შეიქმნა მაგრამ მიზესთა გამო ვერ მოხერხდა ამისი გაჟღერება პატარა პრეისტორიას მოყვები ამ სიმღერის თაობაზე. ირეკავს ერთ საღამოს ბატონი ნოშევანანთია თხოვა რომ დამეწერა ახალი სიმღერა აფხაზეთზე. მე რაღაც ჩემი პასუხი იყო ესეთი რომ იცი რა მეთქი ნოშევან უკვე 6 სიმღერა მაქვს მეთქი აფხაზეთზე და ეს თემა ამოვწურე მეთქი ასე იყო ხო? და მე რომ ჩემ თავთან დავრჩი შემწყვა კიდევ ამ ახალგაზრდა ყმაწვილის რას ნიშნავს თემა ამოვწურე აფხაზეთის თემა ჩვენთვის განსაკუთრებით აფხაზეთელებისთვის ხო ამოვწურავია და უცებ რომ დაუკავშირდი კი თანახმა ვარ მეთქი ჭირდება კარგი ლექსი ამიტომ ლექსი ვის თუ არა
ჯუბა ყებელს, არაჩვეულებრივ პოეტს. და მინდა განსაკუთრებით აღნიშნო მისი ადამიანური თვისებები, მას ეძახიან მშვიდობის მტრედს. ასე რომ შენ მშვიდობის მტრედი ხარ. და ჯუბას ვეკითხები, მე ლექსზე კი არ ვეუსაუბრებ, ჯუბამ მე ვთხარი, აი როგორ წარმოგიდგენია აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა. ჯუბა მითხრა, რასაკვირველია მშვიდობიანი გზით. ჩვენ ძმები ვართ, ჩვენ ნათესავები ვართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით და კარგი ჯუბა მეთქი, შეჩერდი. ეხლა სასწრაფოდ ლექსი მჭირდება ბავშვებისთვის, რომელსაც ღერიან ბავშვები და ლექსი უნდა იყოს რასაკვირველია ის, რასაც ჩვენ ბრძნობთ. მეტი მე არაფერი არ მithქვამს და ორ დღეში მომაწოდა ლექსი. ლექსი, რომელშიც მე ვთვლი, რომ ყველას ჩვენი გულის ნადები ჩადევი და მადლობა ძალიან დიდი ჯუბა ამისთვის და მართლაც რომ სულ ამაზე ვფიქრობ. ერთი დილას გათენდება, თვალებს გავახელთ და ერთმანეთს გავუწოდებთ მეგობრობის ხელს. ხშირად მესმის ესეთი საუბარი, რომ ჩვენ აფხაზებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები გვინდა. მეზობელი არ არის ჩემი ოჯახის წევრი. მე აფხაზთან მინდა ნათესაური ურთიერთობა, ჩვენს დიდ ოჯახში, რასაც საქართველო ქვია. და ეს სიმღერაც ეძღვნება ამ ურთიერთობას. თავტონია მადლობას გიხდით და თქვენთან გამოვარ ახლა ბატონო შევან, ზოგადად როგორ გაგიჩნდათ იდეა თავიდან ბოლომდე. მე რადგანაც გახლავართ აფხაზეთიდან, მინდოდა ჩემი წვრილი აგური. პატარა აგური დამედო აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაში. რადგან ვარ ხელოვანი ვასწავლებ ბავშვებს, გამიჩნდა იდეა, რომ ახალი სიმღერა გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა, ახალ ტექსტზე. ოღონდ ყოფილიყო ისეთი ტექსტი სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთად ყოფნაზე. ჩვენ ვიცით, ჩვენმა უფროსმა თაობამ იცის, მაგრამ ჩვენი შვილების თაობამ არ იცის, რომ აფხაზები და ქართველები ოდითგანვე ნათესაური თანაცხოვრება ჰქონდათ. სამწუხაროდ ბავშვებმა ეს არ იციან. მე ხშირად ვესაუბრები სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის ერთ-ერთი საკითხი როცა იყო გაკვეთილზე აფხაზეთი, სამწუხაროდ ბავშვებმა აფხაზეთის ქალაქებიც ვერ ჩამოთვალეს სრულყოფილად. ინფორმაცია აკლია ჩვენ შვილებს, შესაბამისად აფხაზ ბავშვებს აკლიათ ინფორმაცია და ამისათვის გადავწყვიტე, რომ ეს იდეა განმეხორციელებინა, რომ ამ ბავშვებს გაეგზავნათ ერთგვარი მესიჯი აფხაზი თანატოლებისათვის, როგორც ლექსში არის, მეგობრობის ხელს, სიყვარულის ხელს გავუწყდებთ ერთმანეთს და ერთად ვიმღერებთ. არ არიან, როგორც მოგახსენეთ, აფხაზები და ქართველი ბავშვები არ არიან ინფორმირებული თუ როგორი ისტორია ჰქონდათ ქართველებს და აფხაზებს. აი მარტივად რო ვთქვათ, ჩემი ოჯახი, ბაბუაჩემის და გაყვა აფხაზს. შესაბამისად, მამაჩემს ტავს მამიდაშვილი აფხაზები. ანუ თანაცხოვრება ჰქონდა ერთად, ნათესაური თანაცხოვრება ჰქონდა ერთად. ეს ინფორმაცია არ იციან ჩვენმა შვილებმა, არც აფხაზებმა და აი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ, დავაკავშიროთ ჩვენი შვილები აფხაზ თანატოლებს და აი აქ არის ჩემი აზრით პრობლემა და არა უფროს თაობაში, იმიტომ უფროსმა თაობამ ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი. Იცით რა მინდა დავამატო, ჩვენ საერთოდ ზრდით ბავშვებს სიყვარულის ენით. მე აღარ მინდა ის დავაკონკრეტო, ის გადაცემა იყო ძალიან ესეთი არასასიამოვნო აფხაზეთიდან. რომ ვინ არის ყველაზე ცუდი ეროვნება, ეს არის ქართველი. იცით რა, ჩვენ ძალიან ესეთი მაინც სიყვარულის ენით ვესაუბრებით. მე არ მეგულება საქართველოში ოჯახი, რომელსაც არ უყვარდეს აფხაზი. მე არ მეგულება და 90% დარწმუნებული ვარ, ამ ჩვენი იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებული და პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით სურთ. მე ძალიან განმოციფრა იმ გადაცემამ შორის. იმიტომ რომ არ არის ცუდი ეროვნება, არიან ცუდი ადამიანები. მე ცუდი არც ქართველი მინდა, არც აფხაზი და არც კარგი ადამიანი, მე ყველა მინდა. ბატონო ჯობა, თქვენი აზრი გვაინტერესებს ახლა უშუალოდ ამ სიმღერასთან დაკავშირებით, ლექსზე იდეები როგორ გაჩნდა ამ ლექსთან დაკავშირებით და ზოგადად თქვენი შეფასება როგორი იქნება? მოგესალმებით, მოგესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს დიდი ტკივილი არის ეს ყველაფერი. სწორი ბრძანა ქალბატონმა იამ, აფხაზები ჩვენი მეზობრები არ არიან, ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ, ჩვენ ესე უნდა გავზარდოთ მომავალი თაობა, ესე უნდა იცოდნენ. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ჩვენ ვისაც გვახსოვს აეროპორტის გზატკეცილზე და სხვადასხვა ადგილებზე ხიდებზე ეწერა
ტრაფარეტი იყო დიდი, გვახსოვდეს აფხაზეთი. სოხუმი აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, ესენი მოხსნეს. მე ხშირად მithქვამს მთავრობისთვის, რომ საერთოდ სკოლებშიც, საბავშვო ბაღებშიც გვახსოვდეს აფხაზეთი, გვახსოვდეს სოხუმი, იყოს ეს წარწერები არაფერს არ უშლის ხელს. იმიტომ რომ ბავშვები დაინტერესდებიან რას ნიშნავს აფხაზეთი, რას ნიშნავს სოხუმი და ჩვენ მათ მოუყვებით რომ ეს ხო ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ცხოვრობდით. თუმ ბავშვებს გაუჩნდეს სურვილი მათთან მეგობრობისა, მათთან სიყვარულისა, ჩვენ აფხაზეთში უნდა დავბრუნდეთ. აფხაზები უნდა დავიბრუნოთ, ჩვენს გულებში უნდა დავიბრუნოთ აფხაზები და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მათ გულებში. ამიტომ ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეს და რა თქმა უნდა ბოლოს სიყვარული გაემარჯვებს მაინც. და მადლობელი ვიქნებით თუ რა თქმა უნდა ეს ლექსი და ეს სიმღერა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება აი ამ ყველაფერთვის. ქალბატონიას მინდა მადლობა გადავუხადო. პირველი ნოტი აფხაზეთო შენ გიმღერის რო დაიწყო, იქიდან მოყოლებული დღემდე რო არა ქალბატონია, ეს იდეა დამრჩებოდა მხოლოდ იდეად. ძალიან გაგვილამაზა ეს სიმღერა და კლიპიც ძალიან გაგვილამაზა აფხაზეთიდან დევნილმა მომღერალმა ბატონმა ბოკა კვეკვესკემ, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. ნამდვილად დიდი მადლობა ბოკას. ძალიან კარგი მომღერალია და რეჟისორი გახლავთ ირინა ბოგუჩავა ამ კლიპის. ქალბატონი ირინა. ბევრი პიროვნება არის ამ იდეის განხორციელებაში ჩართული, როგორც წყალდობაში, ასევე თბილისში, მთელ საქართველოში მოკლედ რო ვთქვათ. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ვისურვებდი რომ ყველას ერთად ეს კლიპი და ბევრი სიმღერები შეგასრულებოდეს აფხაზეთში. მე ზოგადად იმას ვიტყვი, რომ ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ყველა დიდი პრობლემა არის ჩვენი დაკარგული არა მარტო ტერიტორიები, არამედ ჩვენი დაკარგული ადამიანები და ჩვენი ძვირფასი ხალხი. ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი ხელისუფლებით თითოეულ ჩვენთაგანიც უნდა იყოს იმ ხალხის დაბრუნება, იმ ხალხთან დაბრუნება, თორემ მიწები და წყლები და გორები ყველგან არის ბატონები. ესენი ჩვენი ძვირფასი ხალხი არიან და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ეს უნდა დაიწყოს საბავშვო ბაღებიდან, კიდევ სკოლებიდან, პირველ კლასელებიდან, აქაც, იქაც ეს უნდა იყოს მესიჯები ერთმანეთში, სიმღერები იქნება, ლექსები იქნება, რაღაც შეხვედრები იქნება, რომ აი საბოლოოდ გაიზრდება ახალი თაობა და მიხვდებიან, რომ მათ ერთმანეთით უნდა იწყონ და ერთად უნდა იყვნენ. Τσάκοντα, μη τσατσάετο, έρθει πούτσε τα τσέρι. Ρόγορ γκάουζελι, ουέρτ μανέτοτ, ρόγορ βάχαρετ τέρι. Έρθει καλάκι, έρθει σοπέλι, έρθει κουτσάτα εδώ. Κουέτα σε χουέντρασι σε μοβελίτ. Sveno abkhazot mebo Abkhazeto shen gimleri Antebuli elagreli Rente oricen Eti dilat rateneva Toalets gawache მონატრება ხასად კი ვარი ჩემი შენ აფხაზეთო ზღვის ფერთვალება და უსაბამოდგელი შენი ცისფერი წამის ახსოვრე რომ ისი ცეცხლით ვენდო ჩვენს აფხაზებთან ერთად გამყოფენ ნუ დაგვაშორებ ღმერთო Abkhazeto shen gimleri